ისიც ეგეთი იქნება, AI იქნება ჩაშენებული და მოგერგება და განსხვავებული გამოაშენეთ ერთად თანაცხოვრებაში. შეიძლება რომ არ მინდა. აი რატო? იმიტომ რომ ვიცი რომ რობოტია. ცოლია არ გენდომებოდა რობოტი. ხო და მაგას გეუბნები, ცოლი ადამიანი, რა ვიცი, მაგაი რობოტი თუ გააკეთეს, არ ვიცი, მაგრამ ეცა და სხვას მიცე რამე мотиваცია და რაღაცა დაგიბრუნდება შენს თავისით ავტომატურად ეგრევე. აბა. როგორ კარგად თქვი? არა მართლა. გამარჯობა. ოჯახური პოდკასტი. გიორგი. კვანცა ხო, ზეფერი გავიხსენე. ცოლქმარი. ერთი დღის დაგვიანებით, უკაცრავად დაგვაგვიანდა. სასოფში ვიყავით. დღეს ვიფიქრეთ, რომ გრილო და კარგი ამინდია თქო, არ დაგწובה თქო ვიფიქრეთ და მოვაწყვეთ, სანამ გავაწყვეთ აპარატურა, მიკროფონები რაღაცა, ამასობაში ძალიან დაწყა და უკვე ცუდად ვართ. ეს ხო და სიზარმაცი დაგვემართა. ცოტა რომ დილიდან გვეაქტიურა, მალმალი დაგვეწყო, სიგრილეში ჩავწერდით. და დღევანდელი თავარი თემაც ამას შეეხება. იქნება სიზარმაცე, мотиваცია, როგორ უნდა იპოვო ცხოვრებაში мотиваცია. კი, საქმე და мотиваცია, ანუ мотиваციობა. ჩვენ კოუჩები შემოგთავაზეთ მას პრობლემის გადაჭრის გზებს. ჩვენს პირად გამოცდილებებსაც გაგიზიარებთ. ხო. ერთმანეთს გაუზიარებთ. და დავიწყოთ მანამდე ეს საათი კაი ხანი არ კეთებია. ხო, ესე გადავწყვიტე რა. კასიო. მეც კასიო მიკეთი. და მანამდე რა ხდება ახლა რა ვიცი, სოფლიო ჩემპიონატი არის და ეს არის მთავარი ამბავი. გუშინღა მეუყურეთ არგენტინა ეგვიპტეს. სანამ ყავა გამზადდება და ჩაუჯდებით მაგ თემას. სანამ ყავა გამზადდება, კი ბატონო, ვისაუბროთ მიმოვიხილოთ რა ხდება გარშემო, მაგრამ გუშინ იყო არგენტინის სასწაული ისტორიული მატჩი. კი. და ესეთი ეს არის თავი შეფასება. მართლა სასწაული იყო, აი ხო, გაცოცხლდა უცებ გუნდი და მე 20 წუთი იყო დარჩენილი, ხო? ხო. მე ვერ მივხვდი რა მოხდა საერთოდ. ოღონდ აი პირველად ცხოვრებაში არასდროს ტოტალიზატორში არაფერი არ დამიდი, არასდროს არაფერი არ მითამაშია ფულზე და აი რატომღაც გუშინ 2-0 რო გახდა, ეგვიპტე რო იგებდა და 2-0 იყო, გიოს უთხარი რომ მოდი რა 100 ლარი დავდოთ მეთქი რა. 100 ლარი. ოღონდ არგენტინის მოგებაზე. ეს იმიტომ რომ იქ რეკლამა მოხდა რომ არგენტინას ჰქონდა 15 კუში. საშინელება არის. მაგრამ არ დაუჯერე. ხო. იმიტომ რომ გემბლინგი იცოდია. ხო, ანუ აი არასდროს რო არ მითამაშია და საერთოდ აზარტული არ ვარ, აი ეგრე მუშაობს რეკლამა. ხო, ანუ აი სამაგიდო თამაშებიც კი არ მიყვარს ეს რაღაცა დებილობა, ჯოკერიც არ მიყვარს, არაფერი არ მიყვარს რა. და ეს დებილური პატარა რეკლამა რო ამოხდა, რომ ამას ამდენი აქვს კუში და იმას ამდენი და რო წარმოვიდგინე რომ 100 ლარით, ამდენს მოვიგებ რაღაცა. უცებ გავიფიქრე რა, რომ მეთქი არგენტინაზე დავდოთ თქო რა. და აი გიომ შემოხედა და ჯერთიო რავი, აი 3 გოლის გამტანები არიანო ესენიო და ხო მართალი ვიყავ. ხო არა, ეგრე იწყებ გემბლინგს მე და ესე შედიხარ მე ნელ-ნელა აზარტში, ამიტომ ჯობი არ გაიკარო საერთოდ. ეგ რო მექნა და წარმოიდგინე ეგ რო მექნა და მომეგო აი გამოვშტერდებოდი. დიდი ალბათობით მაგფულს მე ცხოვრებაში წააგებდი მაინც. მე კიდე მოგინდებოდა დადება, მე კიდე დაიჯერებდი რომ რაღაც ინტუიცია გაქვს და 3 დღეს მერე იქნებოდა რაღაცა ინგლისი რაღაცა და ინგლისი ორგოს გაიტანს დამიჯერეთ. ეგ ხო ეგრე მუშაობს. ეგ რო კარგად მუშაობდეს. ტოტალიზატორები არ იარსებენ და საერთოდ და კაზინოები. ხო, მართალი ხარ. ამიტომ წარსულს ჩავაბაროთ მაგაზე. სხვათა შორის დღეს რა ვიფიქრე, იცი, აი ხო, აი ტვინი გავუბრუნე მთელი საღამო გიოს, რომ დაგვედო და დღეს დილას საერთოდ რო არ ველოდი, დაახლოებით ეგეთი თანხა ჩამერიცხა ანგარიშზე. ანუ ველოდი ზოგადად კი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ანუ ეხა უახლოეს პერიოდში არ ველოდი რა, ეგ თანხა თუ ჩაირიცხებოდა. მართლა აი რაც იქ შეიძლებოდა რომ მომეგო, აი დაახლოებით ეგ თანხა ჩაირიცხა. ხო. აი უცნაური.
ნიშანი იყო რომ არ გინდაო დააყენა ერთი ადგილი. ხო რაც გაქვთ იმას დაჯერდიო ან იშრომე მეტი ხო რაზეც ვისაუბრებთ ისო თავარ თემაში კი ხო რაც შეეხება თვითონ გუნდებს ჩემპიონატის კარგად მიდის კი რაღაცა ისეთი არის დრამატული მატჩები იყო ბევრი ხო რაც შეეხება იმას კრისტიანო რონალდოს არასდროს არ ყოფილ ვარ მე რონალდოს გულშემატკივარი ვარ მაგრამ ცოტა გული დამწყდა რომ ესეთი დონის ათლეტი იმსახურებდა რომ ერთხელ მაინც სოფლიო ჩემპიონატი მოიგო რა პირველად ვამბობ ცხოვრებაში ამას კი არა ხო ეხლა აჭეს ჩვენი შესაძლოდი რონალდოს არა შესაძლოდი არაფერი არ ჭირს მაგრამ აი თაროზე რომ მის თაროზე რომ ეს ერთი რაღაცა არის ცარიელი აი არ არის კაი რა აი გულდასაწყვეტია რა ხო მე ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ ბავშვობიდან მაგრამ ნეიმარი უფრო შეგეცოდა თუ რონალდო რონალდო რა თქმა უნდა ხო ჩვენ საერთოდ ისა ვართ მესის გუნდში ვართ ხო მიუხედავად იმისა რომ მიუხედავად იმისა რომ მთელი ცხოვრება კლუბებში ბარსელონას გულშემატკივრობდი და ნეიმარი თამაშობდა ბარსელონაში დაჰყო დიდი ხანი და გუნდებში ყოველთვის ბრაზილიას გულშემატკივრობდი და ნეიმარი ბრაზილიელია მიუხედავად მაგისა ნეიმარი საერთოდ არ შემწოდებია აი რახან საქართველოს არ თამაშობს ხო წარმოიდგინე რა მაგარი იქნებოდა ფინალში პორტუგალია არგენტინა ხო კი ანუ ამ საქართველოს მით ვახსენე რომ საოცნებო ყველაზე მაგარი ფინალი ხჭემთვის იქნებოდა პორტუგალია არგენტინა ამ გადმოსახედიდან კი მესი და რონალდო ფინალში აი იქნებოდა კინო იქნებოდა კი იმიტომ რომ ხო ეგრე იყო რა აი ის მომწონდა ყოველთვის რეალი და ბარსელონა ელ კლასიკო და აქეთ მესი და იქით რონალდო რომ ეჯახებოდნენ ერთმანეთს მაგას ძალიან არაფერს ყვება არ მსიამოვნებდა და აი ეს რო ისევ ხო ესეთი სახით მაგარი ეპოქა შექმნეს რა ანუ მესი და რონალდო რო არ ყოფილიყო ფეხბურთი ბევრად ქვევით იქნებოდა დღეს კი ანუ პოპულარობა ფეხბურთის დაცემული იქნებოდა უფრო ხო ეს ორი ადამიანი ხრებით მიათრევს ამდენი ხანია რა სასწაულ ეპოქაში მოგვიწია რა აი მარტო ფეხბურთში არა სხვათა შორის ჩოგბურთი ანუ თელ ფაქტობრივად თელ ფედერერის ზეგ არის ჯოკოვიჩი სინერის ნახევარფინალი ვიმბლდონზე ცოტა კი ჯოკოვიჩი ხო გუშინ იყო ხო ალიასიმის მოუგო გუშინ მატჩი გუშინ იყო 5 საათი 15 წუთი გაგრძელდა რამდენი ალიასიმი 20 წლის ხო 21-ის ხო ახალგაზრდა ბიჭს 40 წლის კაცმა 5 საათი ეთამაშა გაუბედურება რატო იცი აცრა რო არ გაიკეთა ხუმრობით რა თქმა უნდა კი დაგვესევიან ახლა ისინი ხო ის ვიმბლდონი ცოტა დაიჭრილა ამ სოფლიო ჩემპიონატის ფონზე მაგრამ ვიმბლდონი დაიჭრილა და კიდე ჭრილი მიადგა FIFA-ს ხო იმან რო უჩივლა ეგვიპტემ უჩივლა მაგრამ მანამდე ტრამპის ამბავი რო გამოვიდა და ის ამერიკამ ბელგიის თამაშის წინ რო წითელი მიიღო დამოიწდა გვარი მისი და ტრამპი რო გამოვიდა და მე მას დავავალეო მე არ დამერეკიაო დავავალეო ჩემ გუნცო ხო ასე თეთრი სახლის სოფლიო ჩემპიონატის სპეციალური კომისია არის შექმნილი რა ვინც ხელმძღვანელობს რაღაცებს და იმათმა დაურეკესო FIFA-სო და ჩვენი თხოვნითო ის წითელიო ერთი წლით გადავადდაო ეგ ისაო ეს რას ნიშნავს არ ვიცი ადრეც ყოფილა რაღაც ეგეთი შემთხვევები მაგრამ ნუ ძალიან ცუდი გემო დატოვა ყველაფერი მაგრამ ხა შეიძლება ის ბოდიში ის კონკრეტული მომენტი არ მინახავს ხო რის გამოც წითელი მიცეს შეიძლება მართლა არ იყო მისაცემი არ ვიცი ხო მაგრამ ხო მისცეს და FIFA-მ გადააკეთა ის ხო მაგრამ აი ესე რომ მოხდა რომ მანდა მაინც ამერიკის თან მასპინძელი ამერიკა გამოვიდა ტრამპი და მე დაურეკეო და თხოვეო რომ გადაეხედათო იმიტომ რომ მე უყურეო და ჯარი მარიყო ტრამპმა რა ის ფეხბურთის ჯარი
ტრამპმა ყველაფერი ხო და ძალიან ცუდი გემო დაუტოვა ყველაფერმა ჩემპიონატზე და ჩრდილი მიაყენა. მე ხა შენ დააჯერე იმ ხალხს ეს თოფორიას და ის რო ჩაწყობილი. ხო, კი ბატონო, მაგაზეც ასხამს წყალს. კი. და მე ბელგიამაც გააპროტესტა მატჩის წინ რომ რა პონტი არისო, ეს კორუფცია რაღაცები, მაგრამ სამაგიეროდ გამოვიდნენ 3-1 მოუგეს მე მგონი. ხო. მოკლედ ამერიკა გავარდა და ცოტა ჩამოშორდა ეს ცუდი გემო ამ ყველაფერს. სხვადასხვა ამერიკას გულშემატკივრობდი. გამიხარდებოდა რომ წინ წასულიყო ამერიკა ჩემპიონატზე, იმიტომ რომ ფეხბურთისთვისაც კაია. ხო. იქაც რო გავცელდეს პოპულარული გახდეს და რაღაცა ამერიკის მიმართ კალაბურთის გამოს და რაღაცა ეს სენტიმენტები რაღაცა არის, მაგრამ მაგამ ბისმერე ძალიან გამიხარდა რომ გავარდა ამერიკა. კი, არა, მე წეღარა კომენტარის გავაკეთე, ხა შთაბეჭდილება არ დარჩეს ვინმეს რომ ვეთანხმები მაგას, რომ ილიამ თამაში და ეს ბრძოლა გაყიდა არანაირად არ ვეთანხმები, მაგრამ ეს ტრამპის რაღაცა მაგას რა ქვია, არ ვიცი, ჭინჭყლობა ქვია თუ რა არის, არ ვიცი რა. თავკერძობა. კარგი ხარ, კარგი სიტყვა. ინგლისურად ვერ გადათარგმნიან მაგას და ვერ გაიგებს ტრამპი რა ვთქვით. თორე ისე ცუდად იყო ჩვენი საქმე. ისე გვიჩვლებდა სადმე. კი. რაღაცა უნდა მეთქვა კიდე და დამავიწყდა. მაგარი კადრი იყო ისა, ჩემთვის მაგარი კადრი იყო. გავაზიარე კიდეც Facebook-ზე, მაგრამ კაცის შვილს არ დაულაიქებია. ამერიკა რა თამაშობდა? დაულაიქეთ რა, ხო. ბოდიში. ამერიკა რა თამაშობდა? ედი ვედერი ესწრებოდა თამაშს. და იქ შესვლა ბრეიქზე ის იყო Pearl Jam-ის სიმღერა იყო. ვოკალისტი. ფრონტმენი. ვოკალისტი. ეხ დავიჯერო ედი ვედერი ვინმე მარიცეს? რატო ეხა შეიძლება არ იცოდნენ. შეიძლება უცებოდი გაიხსენო სახელით. ხო, და Pearl Jam-ის მუსიკა იყო ფონზე და ეს აჩვენეს დიდ ეკრანზე და ლუდი ჩაიცალა ესე გადმოსდიოდა. და მე თავზე დაიდო ეს კილა. მე ძალიან გამიხარდა. რა გაგიხარდა? ედი ვედერის ეს პერფორმანსი. ხო. აქ რაღაცა ბზიკი დაფრინავს კრაზანა. ამან თუ მიკბინა, ჩემი საქმე არ იქნება კარგად. ხო. ის გვაქვს ხო რაღაცა? დექსამეტაზონი თუ რა ქვია. ოკეი. მე ალერგიული ვარ. გაფრინდა. ხო და ეს იმიტომ მოუყავიდა, იმიტომ გამიხარდა, რომ Pearl Jam ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფია და ძალიან მუსიკოსებისგან შემდგარი. დაინტერესებდათ ვიცოდე. მე მეგონა. მაყურებას. ხო, სპორტი, რა ვიცი, ამ კვირას არის მაგრეგორის დაბრუნება. ეგ ძალიან მაინტერესებს. იმიტომ რომ UFC საერთოდ არ უყურებდი გიოს გაცნობამდე. ერთადერთი ვინც ვიცოდი საერთოდ, ქართველებს უყურებდი ხოლმე რა, ქართველი სადაც გაფართხალდება, ყველაფერს უყურებ, მაგრამ მაგრეგორის გარდა არავინ არ ვიცოდი, ერთი ეგ ვიცოდი რა. მაგრეგორი ძალიან გააპიარა ექსპორტი, ხო? ხო და ძალიან მაინტერესებს. მე მაგითო დავიწყე ჯო როგანის და მაგრეგორის გამო დავიწყე და დავინტერესდი თავიდან UFC. არც იყო ეგეთი დიდი UFC მაშინ რა. ხო. მაგრეგორიმ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა UFC რომ ხელა გახდა. ისეთი მარკეტინგის არ ქონდათ ისეთი ძლიერი იწყებდნენ რა, და კაი ხსაწყებული იყო, მაგრამ როგორ გითხრა, ეს აღმოსვლა ჯერ დაწყებული არ ქონდა ისეთი. მაგრეგორმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. და 11 ივლისს არის, თუ არ მეშლება. იმ ცხელი ზაფხულია. ჰოლოვეისთან ილიამ რო დაანოკაუტა, გემრიელად. ჰოლოვე გეიჯი დაანოკაუტა. და ილიამ გეიჯისთან წააგო. ბევრი აუხსნელი რაღაცები ხდება. სპორტია რა, აი გუშინ რა მოხდა. ორი თნოს ეკებდა. და ოლივეირასაც მოგებულია გეიჯისთან. და ოლივეირას დაანოკაუტა. მოკლედ. სხვა რა ის იყო, ძლიერი ნალექი იყო. ხო, დივანზე მაგითო ვსხედვართ, სავარძელების სველია. შემოვასხო ვერანდაზე ყველა მხრიდან და დასველდა ყველაფერი. კი. და რაღაცები ჩამოგვეშალა ვაჟაზე. აქვე ახლოს. მაგრამ მე მგონი ისეთ სერიოზული ის ჯერ არ ყოფილა, ხო? და იმედი არ იქნება.
ხო, მე რაც წავიკითხე იმ корпуსაც ჯერ ესეთი მნიშვნელოვანი ესა საფრთხე არის მუქრებაო, ამიტომ ბოთლებს ვიბარებო. ხო, მთელი დღე აყვირის ვიღაც. ეს რუპორში. დღეს დილას ის იყო, ბაზარი მოვიდა, ბაზარი და ხო, ეს ბაზარი მანამდე მოვიდა ჯართი რა, იყო. პირველად გავიგეგეთ რა. პირველად გაიგე. ხო. არა, და სხვა. რაღაცა კარტოფილი რაღაცები დააქ რა. სახში მოტანით არის, ბაზარი მიტანის სერვისით რაღაცა. ხო. არ გამოგიძახებია, მაგრამ მოდის რა. ეთია. ჩამოტარებ. ხო. ერთი საინტერესო იყო, არ ვიცი, შეიძლება ძალიან ძველია, მე დღეს ამომიგდო. ეს რობოტი ძაღლი რო იყო ფუმფულა. რო გამოგიგზავნა. ხო. და ეს კომენტარები ედა რაღაცა, რომ ვისაც იმის საშუალება არ გაქვთ, რომ შინაური ცხოველი გყავდეთ და ალერგია გაქვთ და ბეწვი გაწუხებთ და ასე შემდეგ, აი ეს არის იდეალურიო და ანუ სათამაშო არის და იყეფება რო ეფერები რაღაცებს აკეთებს და ხო, სათამაშოა რა მაინც. აი ხო, ეგ უნდა მეთქვა. მაგრამ რატო ვერ ჩაგინაცვლებს? აი რა აკლია ისეთი რაც ნამდვილ ცხოველს არ აქვს. კაი, შეიძლება ის კონკრეტული სათამაშო არ ვიცი, მაგრამ თქვა წარმოიდგინე, რომ იდეალური რობოტია რა, ერთ-ერთი მეორებს ცხოველის იმას რა, როგორ გითხრა. მეორებს რა, ცხოველის თვისებებს. და გარეგნულადაც ესეთია? გარეგნულად ელასტიური ვერ მიხვდები, რომ რობოტია თუ არ გითხრეს. იცი რომ რობოტია. მაგრამ იცი. ხო, აი ეგ არის პრობლემა. ხო და აი რატო არის პრობლემა? აი ზუსტად იგივე არის, რატომაც მაგალითად არ ვუსმენ AI-ით გაკეთებულ მუსიკას. AI-ით გაკეთებულ პოდკასტს, სიტყვაზე ვამბობ რა. აი რატო არა? უსმინე, მაგრამ აი ხო, ხა მუსიკა და ისიც სულ ის კიდე. ლაგუბანუკრი. ეს არის რა ქვია ეს არის ვულკანიზაცია ქუჩის მეორე მხარეს და რას ვამბობდი? ხო, ის არის ადამიანის გაკეთებული და ადამიანის შექმნის მოლოდინი გაქვს, რომ გინდა რომ ადამიანის შექმნას მოусმინო, მაგრამ ეს ცხოველია. რაღაც პონჩი რობოტია ესეც, ბიოლოგიური რობოტი. ამასაც ხო რაღაცა თვისებები აქვს, რაც სხვას არა აქვს. რაღაცა ხა ჩემთვის მაგალითად ალფი არის განსაკუთრებული, სხვებისგან განსხვავებული. ისიც ეგეთი იქნება, AI იქნება ჩაშენებული და მოგერგება და განსხვავებული გამოაშენთ ერთად თანაცხოვრებაში. შეიძლება რომ არ მინდა. აი რატო? იმიტომ რომ ვიცი რომ რობოტია. რა მე? თელი ცხოვრება გეყოლება. ცოლია გარგენდომებო და რობოტი ხო და მაგას გეუბნები, ცოლი ადამიანი, რა ვიცი, ძალიან კაი რობოტი თუ გააკეთეს, არ ვიცი, მაგრამ აჰა, ელოპარაკე. მაგრამ ის ანუ დეროს თუ არ მოგიჩვენე, ტოტალურად შეტარდა და ხო. ხო განსხვავდება რა, ანუ ადამიანი და ცხოველი ერთმანეთისგან. კი, რა თქმა უნდა. ხო, ანუ გეუბნები დამოკიდებულები და ურთიერთობით რა, ეხლა ოჯახის წევრები ხო ალფი ძალიან გიყვარს და ძალიან გიყვარს, მაგრამ ოჯახის წევრი ადამიანი ხო უფრო მეტად გიყვარს საქმეზე რომ მიდგეს და აი რა მაშინ რატო არა რობოტი? ძალიან მაგარი კაი რობოტი. ხო და აი ეგ არის რა, ვერ ახსნი მაგას ესე უბრალოდ იმიტომ რომ ის რობოტია და ეს ცოცხალი არსება არის, რომელიც შენ ზრდი, შენთან ერთად ვითარდება, ჭკვიანდება, შენს ეგ თვისებები იმასაც ექნება. ხო, მაგრამ ხო იცი რომ ხელოვნურია. უნებრივი არ არის. ხო, იცი. რავი, აი ხანდახან მაგას გეუბნები, კაცო. ხანდახან რომ ამას რატო გიშლის ერთი წამი. ის უფრო ის არის ჩემთვის საყვარელი და სასიამოვნო ამას რომ ვუვლი და მოსავლელი რო არის. აი ხანდახან რა ვიცი. გული რო აერევა და რა უნდა ვიზრუნო და რაღაცა იქიმთან წავიყვანო და რაღაცა ვიდრე აი ეს იდეალური რომელსაც პრობლემა არ შეექმნება, ყველაფერი კარგად იქნება და რობოტი მეყოლება, ხო, აი რა ეს. ნერე? ხო. ანუ ცხოვრების აზრი ხო ეგ არ არის რომ იდეალურად იყოს ყველაფერი. აი, რა მაგარი რაღაცა ვთქვა. ხო, არის აუხსნელია, მეც მიჩვენია ნამდვილი ცხოველი კაცო, საპირისპიროზე კი არა ვარ, მაგრამ აი ეგ პასუხი მაგაზე არის უცნაური რა, რატო გვიჩვენია. აი, გინდა რა, ყველაფერი თავისი ხარვეზებით, თავისი ტანჯვით და იმითი, რომ თუნდაც რომ დაბერდება და მოკვდება და აი იცი რომ მოხდება ოდესღაც ეგ რა. ეგ გაძლევს ამ ნამდვილობის შეგრძნებას, რომ აი ცოცხალია და ცოცხალი ხარ შენც.
და ყველაფერი რაღაცა იმაზე რობოტიკაზე და ტექნიკაზე და ხელოვნურობაზე არ არის რა. ხო, აი ხა როგორ შეიძლება ეგ თქვა, რომ აი ოდესღაც კატა რომ მოგიკვდება, ეგ უფრო სასიამოვნო არის, ვიდრე რაღაცა რობოტი, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება გყავდეს. ხო, აი როგორ შეიძლება ეგ სასიამოვნო იყოს, მაგრამ ეს განცდები ჭირდება ადამიანს რა, რომ იცი რომ აი ეს შეიძლება თუდად გახდეს, უნდა იზრუნო, უნდა წაიყვანო, მოუარო, აჭამო, ასვა. ანუ სადღაც მაინც გჯერა, რომ რაღაცა სულიერი არის ისიც. ანუ ცხოველი. ხო. ანუ რაღაცა შენსას ხედავ მასში რაღაცა პატარა მსგავსებას შენთან რაღაცა ნაწილს. მე არ ვთვლი რომ ცხოველები უსულოები არიან. კარგი. ხო, ანუ ეგ იყო პასუხი. ამას გეკითხებოდი ამდენი ხანი. კი, ხო. ხო, და მისულიყავი ესე პასუხამდე. ხო. ერთ სიტყვით ხო არ გიპასუხებდი და დავამთავრებდი. ძალიან დამცხა. ხო. კი. კარგი, გადავიდეთ მთავარ თემაზე. გადავიდეთ. გაბრუნდებით ყავით. აუცილებლად. იმიტომ რომ ყავასთან ჩაუსხდეთ უნდა. განსახილველი თემა არის. ყოველ ცივი შემთხვევაში. ყავა რო გავიკეთებინე და გვეზრუნო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეგ შემდეგისთვის. ახლა ჩაოლებრივი ყავაც გადასწორებს. კი. Magic. ყავა გვაქვს. ამ ყავის მარცვლებს ბოლო პერიოდია კაი 2-3 თვეა ალბათ ვიძახებთ სისაურიდან. კი, და სხვათა შორის ჩვენმა მაყურებელმა გვერდშია. ხო, ჩვენი ერთ-ერთი მაყურებლის რჩევით და დავიწყეთ და მოგვეწონა. კლასიკ მიქსი ქვია, მე მგონი ასე ჩვენ ვიძახებთ ხო. და მართლა კაი მარცვლებია, გემრიელი ყავა არის. ყოველ დილით ამას გიახლებით და გვაქვს კიდე კანტუჩი ორცხობილა ყავასთან მისაყოლებელი ორცხობილა. ეს არის ქართული რეცეპტით მომზადებული. და როგორც სიცილიური კანტუჩი, ესეც მზადდება ნუშით. როგორც სიცილიური კანტუჩი. წავიკითხავ. შემოდგენობაში არის ძე, კარაქი, ფქვილი, კვერცხი და ჯადოსნურის ანელებლები. ანუ სულ ეს არის ნატურალური სხვათა შორის. სპეციალურად არის ყავასთან მისართმევი, სპეციალურად არის ყავასთან მისართმევი ორცხობილი. იყიდება გალფ სტორებში, გალფის მაღაზიებში. ხო. და უკვე გავსინჯეთ. კი, და სხვათა შორის მართლა ძალიან გემრიელია. აი შაქარი კი აქვს, მაგრამ აი როჭამ არ იგრძნობა რა, აი ეს შაქრიანი ხო არ არის და თან ესე ნატურალური ესეთი კარგი პროდუქტი აქვს და ჩვენ უშაქრო ყავას გიახლავთ, უშაქრო ყავასთან გადასარევად მისართმევი და გემრიელი ამბავია. გასხენი. ამას მსვლელობისას ვერ შევჭამთ, იმიტომ რომ სუხრაშუნი იქნება, ამიტომ მართლა ძალიან გემრიელია. ფერბურჩქარი ვოთერბრეიკი. ხო. ორცხობილა ბრეიკი ქონდა. გავაგზავნოთ. ესე იგი ყავის თემა გვაქვს ესე თქვათ რა. ხო, იმიტომ რომ დილაობით ყავას რო სვამთ ხოლმე, მე და გიო. ძირითადად ხო. ხან მე ვილანძღები და ჩემს ლანძღვას დაარქვა გიომ დილის რენტები. ხო, ილანძღება ჩემი მიმართულებით კი არა. რაღაც არილს ნახავს და ეს რა უბედურება როგორ შეიძლება და ამას ამოაყოლებს ხოლმე. კი. დილით ესე დაიწლება. ხანდახან უბრალოდ ჩემი უმოტივაციობის წუწუნი მაქვს ხოლმე და გიო კიდე ერთი ორცხობილა შევჭამო და კიდე შევისუნოთ ცოტა ხანი. ხო, მოკლედ ხან უმოტივაციობაზე, ხან მოტივაციაზე. თემა არის რა გვაძლევს მოტივაციას, რა არ დამოთავებინე. ასე მოტივაცია არ იგრძნობოდა რა ლაპარაკობდი და რომ რეალურად ძნელი არის ცხოვრებაში სულ მოტივირებული იყო. მაგალითად, ამ პოდკასტსაც რო ვიწერდით, შემოგვიტია უმოტივაციობა. კი. მაგითო რომ გრილამიც ვერ დავემთხვით და დავისაჯეთ ახლა სიცხეში ვზივართ. და ხანდახან არა, ხშირად არის. ალბათ საქართველოში განსაკუთრებით იგრძნობა ესაა გარშემო ადამიანს რო უყურებ, რომ სულ გიწევს ჯაჯგური საკუთარ თავთან, რომ რაღაცა მოტივაცია იპოვო რა. ალბათ უმეტეს შემთხვევაში
მოტივაციოდ ხარ რა ხო უბრალოდ გააჩნია როგორ გამოიყენებ მე ამას რა ან ჩაყვები ან მოხვალ აზრზე და რაღაცას ძალას იპოვი რომ რაღაცა აკეთო მაინც რა მოტივაციოდ მაგრამ აკეთო ხო აი მართლა იშვიათად არის რომ აი ხა მოტივაცია რა არის ხო აი ხო მიზეზი რის გამოც რაღაც უნდა გააკეთო რა ხო ანუ უმეტეს შემთხვევაში არა მიზეზი ხო ეს მშრალად მაგას ნიშნავს ხო ლექსიკონში მაგრამ რასაც გულისხმობთ არის ის სიხარული რითიც უნდა გააკეთო რა აი ხო ვაი ხა ამას გავაკეთე აი ხო ხო მაგას ვამბობ უფრო ხშირად პოდკასტის ჩაწერის წინ არის ხოლმე რომ აი ხა ჩავწეროთ ხო მაგრამ ხანდახან ისიც არის რომ აი ჩასაწერი გვაქვს და ხო არ გადავდოთ ხო და ეგ ხო და აი რა განაპირობებს მაგას ბევრი რაღაცა მაგრამ მაინც იმ საქმის სიყვარულის გარეშე არ ამგონია სიხარულით აკეთებდე რაღაცას შეიძლება მოტივაცია იყოს ოჯახი შვილები რაღაცა რომ აი ამისთვის ვაკეთებ და წავალ სამსახურში დღესაც ავდგები დილით და წავალ იმიტომ რომ სამაგიეროდ ხელფასი რა ჭირდება და ეს მაგრამ თუ გიყვარს ეს აკეთებ ხო მგონია რომ მაინც ეგ არის ყველაზე დიდი მოტივაცია იმიტომ რომ მაგის გარეშე ყოველთვის პროგრამა მინიმუმს გააკეთებ ანუ გააკეთებ იმიტომ რომ თუ ხელფასისთვის მუშაობ მარტო ხელფასის მისაღებად რაც არის საჭირო და ან რაღაცა თანამდებობრივად წინ წასვლა ან რაღაც კარიერისთვის რაც არის საჭირო იმ მინიმუმს გააკეთებ ყოველთვის იმაზე მეტს აი არ გააკეთებ თუ ის საქმეც არ გიყვარს რა ჩემი მაგალითი არის მაგის ნათელი ჩემი ამბავი არის მაგის ნათელი მაგალითი რომ როგორი მინიმალური არის დღეს ანაზღაურება თუნდაც პედაგოგის მუსიკის თუნდაც კონსერვატორიაში პროფესორის თუნდაც კაფეში რესტორანში სასტუმროში სადაც დაუკრავ თუნდაც ივენთზე აი რა ხელფასები არის ხო? ხო. ნუ რაღაცა ისეთი უცებ თუ რაღაც ცნობილი ტიპი არ გახდი რა და ძალიან მოთხოვნადი ბაზარზე. რაღაცა ქართულ ესტრადაში ან რაღაცა მსგავსში რა. უცებ თუ რაღაცა და არიან ეგეთები. ეს არაფრიდან რო უცებ ცნობილები გახდნენ რა. ეგეთი თუ არ ხარ, რა თქმა უნდა, ანაზღაურებაც არ არის შესაბამისი და მე მაგალითად ამ ხელ სიყვარული რო არ მქონდეს ჩემი პროფესიის ალბათ ძალიან ბევრჯერ დავანებებდი თავს. ან უბრალოდ ძალიან ბევრჯერ მქონდა ის მომენტი, როცა შეიძლებოდა რომ თავი დამენებებინა ამ პროფესიისთვის და სხვათა შორის იყო ერთი მომენტი, რომ სერიოზულად გადავწყვიტე, იმიტომ რომ დოქტორანტურაზე უნდა ჩამებარებინა და რაღაცა რამდენიმე ფაქტორის და რამდენიმე ადამიანის გამო ვერ ჩავაბარე, არ ჩამაბარებინეს ასე ვთქვათ. ხო. და მაშინ გადავწყვიტე რაღაცა სხვა პროფესიას დავუფლებოდი რა, ეს იყო გრაფიკული დიზაინი. ლეპტოპიც ვიყიდე, ჩემი მეგობარი დამეხმარა. რაღაცა კაი ლეპტოპი ვიყიდე, რომ დამეწყო. ჯერ დავიწყე რაღაცა YouTube-ზე მინიმუმით დავიწყე, რომ თლათ აი ნული და ნულზე არ ყოფილიყავი, სადღაც რომ მივიდოდი კურსებზე რა. ნუ აი რო ჩართავ და აი რო უსმენ და არ უსმენ და გადახვევა რო გიწევს და თავიდან რო უსმენ და კიდე გადახვევა და აი რო სხვაგან რო გარბის ყველაფერი რა. აი რამდენჯერ ვცადე, რამდენჯერ ჩაუჯექი, აი რა აღარ ვქენი და აი ვერაფრით ვერანაირი ძალა ვერ ვიპოვე ვერც ერთხელ რომ უბრალოდ აი 5 წუთი მაინც დამჯდარიყავი და ყურადღებით მომესმინა რაღაცაზე. არა და არ ვარ ზოგადად ეგეთი ტიპი შემიძლია, რავი, საათობით პოდკასტს უსმინო, საათობით რაღაცა ვიკითხო, საათობით ვუკრა, ანუ არ მიჭირს კონცენტრირება ერთ რაღაცაზე რა, მაგრამ აი ესე იყო და ჩავიქნი ხელი რა მექნა. ხო, დოქტორანტურას რაც შეეხება, იყო ეგეთი ამბავი, რომ მინდოდა ჩაბარება, ჩემი ხელმძღვანელი და პროფესორიც, რა თქმა უნდა, საქმის კურსში იყო 1 წლით ადრე, უკვე მთელი დოქტორანტურის პროგრამა მზად მქონდა, თემაც არჩეული მქონდა და თემაზე მუშაობას დაწყებული მქონდა და ერთ დღეს რომ მივედი, ჩემო პროფესორმა მითხრა, რომ წელსო შენო ვერ ჩავაბარებო და
რატომ მეთქი და ერთი ჩემი στუდენტი აბარებსო და იმასო ადგილი აქვსო გამოთხოვილიო. ეს დღემდე არ ვიცი. ეგ შენს პოდკასტში მოვყავი. აქ არ მოგიყოლია? ხო. დღემდე არ ვიცი რას ნიშნავს ეგ მართლა ვინმე თუ იცით არ ვიცი. მე არ ვიცი დღემდე რას ნიშნავს და მე ვუთხარი რომ ჩაწყობილი აქ რა. არ ვიცი. ერთი ადგილი იყო რეალურად გამოცხადებული რა ამ დოქტორანტურაზე და მე ვუთხარი რომ რა პრობლემა არის მეთქია ორივე გავალთ გამოცდაზე და მეც ანუ ილუზიებში რო ცხოვრობ რა. არა და იმხელა იმედგაცრუებები და იმდენი რაღაცები მქონდა ნანახეი. აზრად რატომ მომივიდა საერთოდ რომ ეგეთი რაღაცა მეთქვა არ ვიცი, მაგრამ ესე გულუბრყვილოდ მაინც უთხარი რომ გავალთ ორივე და რომელიც უკეთესი იქნება იმას მიიღებენ მეთქი რა და საბოლოო ჯამში მითხრა რომ აი ბოლოს ამდენი კამათის რაღაცის მერე სულ რო გასყდეო ვერ ჩააბარებო რა, იმიტომ რომ იმან უნდა ჩააბაროსო. და ბოლოს ეგეთი რაღაცა მითხრა რომ მაშინო რა ვიციო, მე ვერ მოგამზადებო და მე ვერ ვიქნები შენი ხელმძღვანელიო, წადიო ვისთანაც გინდაო რა. ესეთი мотиваციები მოგცა? კი, ესეთი мотиваციები მომცა, მაგრამ იცი რა, ეგეთ დროს, ანუ თავარი აზრი რატო დავიწყე ამაზე ლაპარაკი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არასდროს მაინც სხვას არ უნდა დააბრალო რა. მე რო დღეს დოქტორანტურა არ მაქვს დამთავრებული და არ ჩავაბარე და ვერ ჩავაბარე, ეგ არ არის არც ჩემი ხელმძღვანელის ბრალი და არც ვიღაცის ვინც რაღაცა ჩააწყო. მაინც რაღაცნაირად აი ემოციურად მივუტექი მაგ საკითხს, რომ მეწყინა ეს იმ კონკრეტული ადამიანისგან ესეთი დამოკიდებულება, იმიტომ რომ გავიზარდე მის ხელში 12 წლიდან მასთან ვიყავი. ოღონდ ეს არ იყო რომ 1 საათით გაკვეთილზე მივდიოდი რა, ეგ იყო მთელი რაღაც 9 დღეს მის კაბინეტში ვატარებდი და სამუშაო ოთახში რა და რაღაცა ემოციურად მივიღე ეგ და ჩავიქნიე ხელი ყველაფერზე, თორემ თავისუფლად შემეძლო რომ მითხრა რომ მე ვერ მოგამზადებო ნებისმიერი პროფესორი მენახა სხვა. ხო, მაგრამ იმ წუთას ხო იყო სერიოზული დემოტივაცია. კი, შენ ამბობ რომ მე ბევრჯერ შეგეძლო რომ მიბრუნებოდი ამ საქმეს, მაგრამ ეგეთი მომენტები ძალიან ხელი შემშლელია რა, ანუ мотиваცია ძალიან ადვილია მოუკლა ადამიანს ხანდახან რა. მაგას ვამბობ ზუსტად რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მეთქი, რომ ეგეთ დროს ემოციებს არ აყვე, ან თუ აყვები მაქსიმალურად მალე დაიმშვიდო თავი და უფრო რაციონალურად შეხედო რაღაცებს რა. მაგის თქმა მინდა, რომ არასწორად მოვიქეცი მაგ მხრივ, რომ აი მე საერთოდ აღარ მინდა მაშინ. რატო აღარ გინდა? ანუ ნახე სხვა პროფესორი და სადე რაღაცა. ანუ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და აი ეს ხელის ჩაქნევა და ემოციებზე აყოლა ყოველთვის სულად მოქმედებს და არასდროს ვაიმე მაინც ჩემი აზრით არასდროს სხვას არ უნდა დააბრალო შენი რაღაცა სიტყვაზე უიღბლობა რა, რომ აი მე ხო ბედი არ მაქვს და ის იმის ბრალია, ეს ამის ბრალია და შეიცოდო საკუთარი თავი. აი სადაც მაგას იწყებ საკუთარი თავის შეცოდებას და ვიღაცა სხვების დადანაშაულებას, რომ შენ რაღაცა არ გამოგივიდა, იქ მიდიხარ უკან რა. ხო. ეს არის ჩემი დასკვნა აქედან და გაკვეთილი. ამიტომ არ შევიცოდოთ ჩვენი პოდკასტი, რომელსაც გამომწერები არ ემატება ისე როგორც გვინდოდა. არც ნახვები. ვეკაჩებით, მაინც ვეჯახირებით. აი მაგის мотиваციას რა გვაძლევს ახლა ჩვენ რო ვიწყებდით 9 წელი 1 დეკემბერს დავდეთ, ხო? კი. ახლა არის მე-7 თვე დაიწყო, ახლა 7 თვე გავიდა. ხო. დეკემბრის ჩათვლით. ჩვენ წარმოდგენაში ნახვების რაოდენობა საშუალო გამომწერები მეტი უნდა ყოლოდა. ხო. მაგრამ ასე არ მოხდა. აი დღეს რო თქვით, რომ მოდი მაინც ჩავწეროთ. ხო. რამ განაპირობა ეს? რა იყო ძალა, რამ მოხდა ძალა? ერთმანეთი. ალბათ მარტო რო ვაკეთებდე ამას არ ვიზამდი. ალბათ. ერთმანეთი და იცი რა არის, მაინც იმედი რა რაღაცის. ხო. აი მაგალითად იმედი, რომ კითხულობ ჩვენს კომენტარებს რა. აი ისე გვიწერენ ეს ადამიანები კომენტარებს და ისეთი ადამიანები გვიწერენ. ხო. რომ რაღაცა თითქოს გული მიგრძნობს.
რახან ამ ადამიანების ესეთი სიმპათია დავიმსახურეთ, აი სიყვარულს არ ვიტყვი, არ ზედმეტი არ იყოს თქო რა, მაგრამ რაღაც პონტში მაგასაც გვიწერენ ხოლმე, მაგ სიტყვასაც იყენებენ ჩვენი მისამართით რა. ეგ გაძლევს იმედს კიდე რა, რომ სიტყვაზე რაღაცა 20 ადამიანს თუ ესე მოეწონე და ეს მოეწონა ის, რასაც აკეთებ, რატო არ შეიძლება რომ ცოტა უფრო დიდ აუდიტორიასაც მოეწონო და გააგრძელო ამის კეთება რა. ეხლა ადამიანი იკითხავს რომ მნიშვნელობა აქვს თუ მოგწონს ამის კეთება, ნახვებს ამ მნიშვნელობა აქვს. ნახვებს იმიტომ აქვს მნიშვნელობა რომ იდეაში რომ დავიწყეთ მაყურებელს უყვები. შენ კი იქ იყავ. რომ დავიწყეთ იმის გარდა რომ აი რაღაცა მივხვდით რომ ეს საქმე სიამოვნებას მოგვანიჭებდა, გვაინტერესებდა, ჩვენი თავი გვეცადა, აბა გამოგვივიდო და არ გამოგვივიდო და როგორი იქნებოდა ეს პონტი. ამის გარდა ქონდა მიზანიც და სურვილიც რომ რაღაცა შემოსავლის წყაროც გაჩენილი იყო აქედან რა, იმიტომ რომ რეალურად დრო მიაქვს ამის კეთებას და რესურსი და გუშინ თუ გუშინ წინ არის ხო რომ ვითვლიდით, ჯერ მე მგონი ვერ ამოვიღეთ რაც ჩავდეთ ის. აპარატურის ყიდვა რაღაცა. ხო, მაგრამ თან გვინდა რომ რახან ამდენ დროს უთმობთ ორივე რაღაცა შემოსავალიც გაჩნდეს რა. ბოდიში თან აქვე დავამატებ, არ დაგავიწყდეს რას ამბობდი, რახან მაგაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, პატრეონზე ვინც ხარს გვიჭერს, აი უღრმესი მადლობა ამ ადამიანებს, აი ეგეც ძალიან დიდი мотиваცია არის, იმიტომ რომ სტუმარი რომ მოვიწვიეთ და დღეს რომ რაღაცა მეტი აპარატურა გვაქვს და ჩამწერი გვაქვს ახალი და მიკროფონი გვაქვს კარგი, ანუ თავიდან ბოლომდე არის მაყურებლის დამსახურება პატრეონზე, ვინც გვეხმარება. აი ბუნებამაც პატარა мотиваცია მოგცა, ღრუბელი მოგვეფარა და ნიავი ამოვარდა. ცოტა გავგრილდით. ხო, ანუ რატო საუბრობთ ამ ნახვებზე და ასე შემდეგ, რა რომ რაღაცა რომ გვინდა რომ სპონსორიც, სტაბილური სპონსორი გაჩნდეს. ან მონეტიზაცია, ნუ მაგის იუზი არ მქონდა ეხლა რომ მონეტიზაცია იმდეს დაწერდა რომ ეს მნიშვნელოვანი შემოსავალი იქნებოდა, მაგრამ ნუ რაღაცა ხელშემწყობი იქნებოდა. ხო და აი ამ ციფრებს რო ვერვდებთ, ხო. ეგ არის რომ ცოტა мотиваციას გვიკლავს, თორე ის კი არა რომ ადამიანს გვინდა ძალიან პოპულარული იყო და ბევრი მაგრამ ახლოს და ხო, ჯერთ ისე არ არის თვითმიზანი რა. თვითმიზანი არის, ანუ ამ შემთხვევაში მე ამ პოდკასტთან ერთობაში ორი მიზანი მაქვს. ხო. ეს გავერთოთ, ჩვენ ვაკეთოთ და ჩვენ და ჩვენი მაყურებელი რაღაცა ისე 1 საათი თუ საათნახევარი რო ჩართავენ ჩვენთან ერთად სასიამოვნოდ გაატარონ, როცა სახლის საქმეებს აკეთებენ, ან გზავრობენ ან რაღაცა. და მეორე რომ ცოტა შემოსავალი იყოს, თორე პოპულარობა საერთოდ არ არის რა ამ შემთხვევაში ამოცანა. ხო და მაგრამ მაინც ალბათ საქმის სიყვარულია мотиваციას რაც გვაძლევს და დღესაც აი ასე ვთქვათ პირადად ანუ ეს პროექტი ანუ გული შემეცოდა კი არა და ანუ ვერ გავწირე იმისთვის რომ არ ჩაგვეწერა და სიზარმაცის გამო. ხო. რა რომ აი ესე რომ ვაშინებთ ამას და ვაკეთებთ და რაღაც უზრუნავთ ამ ამბაზე არა მოდი რა არ ვიქნებით მართლები რომ მივატოვოთ და არ გავაკეთოთ რა. კი, თან ისე დავიწყეთ რა, თავიდან რაღაცა იყო ჩემ შემთხვევაში мотиваცია. თავიდან რაღაცა გეგმები გქონდა სხვანაირი რომ რაღაცა თანხას ველოდებოდით, რომელიც არ გამოჩნდა და ბოლოს გადავწყვეტეთ, რომ სახლში გაგვეკეთებინა ეს სტუდია. და რეალურად ეგეც დისკომფორტი არის, ხო, ახლა სად ის რომ სტუდია გაქვს სადღაცა უბრალოდ გამოჩნდა და აღარ გამოჩნდა. ხო, ანუ სად ის რომ სად სტუდია გაქვს გამზადებული და უბრალოდ რეკს დააჭერ და დაჯდები და ილაპარაკებ და სად ყოველ ჯერზე რემონტივით გვიწევს რაღაცა უკეთება რა, ალაგე დაალაგე, გაასწორე, განათება, მოკეთ, ბევრი წვალება. ხო, წუწუნებთ ესე გამოდის რაღაცა თითქოს. არა, უბრალოდ ლაპარაკობთ რატო არის მნიშვნელოვანი ის რომ გამომწერები მოგვემატოს და ნახვები და ასე შემდეგ და мотивациაზე და мотивაციაზე ლაპარაკობთ რა. თან ხო და აი ის მაყურებელი, ხო აი ეგეც შენც რაც თქვი რა, ის ცოტა რაც ყავს, სამაგერად მაგარ мотивაციას გვაძლევენ, ანუ მაგარი გულშემატკივრობა იგრძნობა კომენტარებში და მაგასავალ, აი კომენტარიც არის და კომენტარიც რა, აი რო ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს, აი მარსა გულწრფელად ხანდახან მიკვირს, რომ აი ამას ჩვენ გვიწერენ, ანუ აი
რაღაცა ძალიან დიდი მიკროფონში ილაპარაკე, თორე არაფერს აღარ დაგიწერენ. ძალიან დიდი გულწრფელობა და გულახდილობა იგრძნობა ამაში რა. აი ხო. ანუ დღევანდელი მონაცემებით ჩვენი ეპიზოდი საშუალოდ 2000 ნახვას აგროვებს, 2000-ზე მეტს. ხო. ალბათ რა. შეიძლება 2500 ადამიანი იყოს. ხო. 2500 ადამიანი რო გისმენს, უკვე მაგარია რა ვიცი. კი. ნახევარი ფილარმონია არის. და რამდენი კაცები ლაივზე ხო დარბაზშიაც ეტევა 5 მაგხელა რა. ხო. 6 მაგხელა. თან სტატისტიკას რო უყურებთ, მაყურებელი არის ძალიან ერთგული, ანუ დიდხანს გვიყურებს. ამ ყველაფერს ხო ხედავთ ჩვენ. საშუალო ნახვები არის ძალიან მაღალი, რაც იშვიათობა ადღევანდელ დროში, იმიტომ რომ სკროლვის ეპოქაში ვცხოვრობთ. ხო. ანუ როგორ თქვა ეს engagement-ს ქართულად რა ქვია, ეს არის ძალიან მაღალი. ჩართულობა. ანუ რამდენად ჩართულია შენ გილაიქებს, აკომენტარებს, აშიარებს და. ხო, აი ეს არის ძალიან ესეთ მაღალი რა. უბრალოდ რაღაც ვერ ფართო აუდიტორიაზე ვერ გავედით მოკლედ რა. თან მასამოვდე? ხო, დამთავრე. კიდე საკითხზე მინდა გადავიდე. მიდი. ეს კაი მუსკულები, მაგრამ მაგალითად ჩემ პოდკასტშიც ხო. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, იქაც ეს არის ცოტა სპონსორების დეფიციტი, შემოსავლის დეფიციტი არის. ანუ აღარ არის შემოსავალი პოდკასტიდან. და ძალიან ბევრჯერ შენ იყავი მოტივატორი, რომ არ გაჩერდე, გააგრძელე. იმიტომ რამდენჯერმე იყო, რომ ვიფიქრე, რომ ხო არ გავჩერდე. იქნება აღარ აქვს აზრი და მოდი იქნება სხვა რაღაცას დავუთმოდ, რომ რაც შემოსავალი, საიდანაც ხონდა იყოს შემოსავალი რაღაციდან. ხო, იქიდან არ არის, აქედან არ არის, რაღაცა ეს არის. ხო და რამე სხვა რაღაცა ხო არ გავაკეთო და შენ რო არა ალბათ აღარ იქნებოდა დღეს. ჯაფარას პოდკასტი? ხო. ხო. მადლობა. ხო, რამდენჯერმე იყო, რომ მართლა დავფიქრდი, რომ მაგრამ მაინც შენ რო რაღაცა დაიწყებ ხოლმე და რაღაც დამქოქავ ხოლმე, რომ რას ლაპარაკობ, არ ღირს გამიტოვება რაღაცა. მაგის გამო არის ისე, რომ ეხლა დღესაც ეხლა რო ვიწერთ, 2 საათში დაიდება ეპიზოდი და მაგის დამსახურება არის. კი. შენი ჩიჩინის. აუცილებლად გააგრძელებ კიდე. ხო და ამიტომ გვერდში მდგომი ადამიანიც მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე მინდოდა გადასვლა. მოტივაციის მისაცემად. უმნიშვნელოვანესია. ცხოვრების თანამგზავრი, ოჯახის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი, არ ვიცი, ნებისმიერი ადამიანი. და სხვადასხვა ძალიან კარგი შეგრძნება არის. როცა ვიღაცისთვის ხარ მოტივაცია რა, აი ვიღაცისთვის რო გითქვამს, რომ აი რაღაცა ლექცია წაგიკითხავს, რომ არ გაჩერდე, გააკეთე, აუცილებლად არ დაიზარო რაღაცა გილაპარაკე და მე რო ხედავ, რომ მოტივაცია მიეცი და გააკეთა, ძალიან მაგარი შეგრძნება არის. კი. ასე რომ მიეცით გარშემო ადამიანებს მოტივაცია. და მე ეს მოტივაცია გიბრუნდება რაღაცნაირად. ისე კი არა რომ მე ვიღაც შენ მოვადაკე დაგრუზავს, აი რაღაცა ისეთ სიხარულს გაძლევს, რომ ხო. სხვათა შორის მაგას ანუ ნახე აქედან დასკვნა, რომ მოტივაცია თუ გინდა ცხოვრებაში ეცადე სხვას მიცე რამე მოტივაცია და რაღაცა დაგიბრუნდება შენს თავისით ავტომატურად ეგრევე. აბა როგორ კარგად თქვი? არა მართლა. ეგ ხო ყველაფერი ეგრეა. რასაც გასცემ შენია ეგ არ არის? საბოლოო ჯამში კი. ანუ ფილოსოფია ხო ეგ არის? ხო, მაგრამ აი მოტივაცია თუ გინდა სიკეთე კი არ უნდა გასცე. მოტივაცია უნდა გასცე. ანუ ხო ეხა. რაღაცა სახით გიბრუნდება. ხო. ხო და ეგ მინდოდა მე თქვა ეხლა რა, რომ მაგალითად მე ახალგაზრდობაში საერთოდ სოციალებთან ძალიან წყრალად ვიყავი რა. ინსტაგრამი საერთოდ რა იყო, სტორი როგორ უნდა დამედო, აი სოფო ჩემი ბიძაშვილი დამცინოდა მაგაზე, რომ ვერ მოვიხმარდი წესიერად საერთოდ რა. ანუ საერთოდ ერთი მომენტი იყო, რომ რაღაცა თითოეულა ფოტო და რაღაცა Facebook-ზე რაც მედო წავშალე ყველაფერი. ხო. და აი ესეთი რაღაცაები რა, რომ აი ეს სოციალური რაღაცა. მაგრამ აი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი არის წარმატებისთვის
რაღაცა კომფორტის ზონიდან გასვლა რა. აი მაგის გარეშე ჩემი აზრით არ არსებობს არაფერი. არაფერი არ მოვა მაგის გარეშე რა. და მაგ კომფორტის ზონიდან რო გავედი და რაღაცა სიტყვაზე ვიდეოების დადება დავიწყე. გაიზარდა ჩემი ცნობადობა რაღაცა ისეთ ადგილებში რა, კაფე იქნება თუ რესტორანი თუ რაღაცა მენეჯერი ასე შემდეგ. მაშინ წამოვიდა აქტიურად ძალიან ბევრი შემოთავაზებები რა, ივენთებზე, კორპორატიულებზე, სტაბილური სამსახური იქნებოდა თუ ერთჯერადი. ანუ მოთხოვნა გაიზარდა რა, იმის ხარჯზე რა რაღაცა ცნობადობა გავზარდე ამ სოციქსელის სახით რა. საერთოდ არ მსიამოვნებდა ეგ და საერთოდ არ მომწონდა მაგის კეთება, მაგრამ ვაკეთებდი. მე აი ვერაზროს ვერ წარმოვიდგენდი თუ აი ეს მიკროფონს დავიდგავდი, კამერას ჩავთავდი და მე ამ ჩემნ ლაპარაკებს სადმე დავდებდი და მე სიამოვნებით წავიკითხავდი ამაზე კომენტარებს და ამით მეც ვისიამოვნებდი. მაგას ვერაზროს ვერ წარმოვიდგენდი. და მაგის мотиваცია იყო შენ. ანუ შენ შემატე იმდენი თავდაჯერებულობა, რომ დავიჯერე, რომ ეს რაღაცა დონეზე შემიძლია რომ ვაკეთო რა. ანუ მაგას მოვაყოლე, აი გვერდში მდგომი ადამიანის თანადგომა და რაღაცა ის რომ მეტი თავდაჯერებულობა შეგმატოს, იმიტომ რომ აი ხა კონცერტები რო იყო ხოლმე, ან კონკურსი რო ტარდებოდა და ტელევიზია რო მოვიდოდა და მიკროფონს რო დავინახავდი ხოლმე, გავრბოდი. მართლა. ხო, იცი. ხო და მართლა ვერასდროს ვერ წარმომედგინა რომ აი ეს მიკროფონს დავიდგავდი და ეს ვილაპარაკებდი რა. იცი რა, შეიძლება არ უნდა ვლაპარაკობდე. ეს გქონდა. ხო, ხوار წავშალოთ ეს პოდკასტი. შეიძლება ჩვენ ვართ ასეთები. ეხლა ბევრ რაღაცაში გავართ ერთმანეთს და ამაშიც გავართ, რომ мотиваციის საქმის კეთების мотиваციისთვის გვჭირდება იმ საქმის სიყვარული. ხო. მაგრამ აი არ ვიცი, მე რაც ხებსაც დავკრევები ვარ. ადამიანს როცა არ აინტერესებს საკეთებს, აი დიდი ხანი ვერ კაჩავს ხოლმე რა. თუ რაღაც მუღამი ვერ იპოვა იმ საქმის კეთებაში რა. ხო, მაგრამ იცი რა. ეხლა მეც იმაში პოდკასტამდე ჩემი პროფესია რაც არის პროდიუსინგი, სცენარისტობა, ასე შემდეგ სატელევიზიო საქმიანობა. იმდენჯერ იყო რომ უსამსახუროდ დავრჩი. მე უცებ საიდანღაც რაღაც პროექტი გამოჩნდებოდა, მე ისევ ანუ პარალელურად სულ მქონდა რაღაც სამსახურები. მაგრამ მაინც ამის კეთება უფრო მისწორდებოდა და მე სტაბილურ სამსახურზე TV11 რო იწყებოდა. და რომ დამიძახეს მაშინაც, ეხა რაღაცა აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ექსპერიმენტული პროექტი იყო. ხო. კაცვი მარიც უნდა გაამართლა და თუ არა და არ გაამართლა. იმიტომ რომ მე კი ძალიან მიამაყება რომ მუშაობდი TV11-ზე და TV11 შექმნაში რაღაცა წვლილი მაქვს როგორც სცენარისტ შეტანილი. ერთ-ერთი რიგის სცენარისტი. ეგ იგივე რა თქვა რომ რადიო 105-მა არ გაამართლა. ხო და არა, მაგას გულისხმობ რა, მეამაყება და თვითონ ძალიან კარგად გამოგვდიოდა ასე ვაკეთებდით. არ გამართლა, იმიტომ რომ ვერ იცოცხლა დიდი ხანი რა. მაგის გამო წამოვედი სტაბილური სამსახურიდან, სადაც ვიცოდი რომ ვიქნებოდი და კი დიდი ხანი, მაგრამ ის სამსახური ძალიან მოსაწყენი იყო. და ყოველთვის ეგეთ ნაბიჯებს ვდგავდი რა, სულ რომ სამაგიეროდ შეიძლება აქ არ იყოს 3 თვის მერე ხელფასი, მაგრამ ნუ აი სამაგიეროდ გაგრა გაასწორებს ამის კეთება. და სულ ეგრე ვაკეთებდი რა. ანუ სულ მირჩევნია ეხლა ამ წუთას სიამოვნება მივიღო, იმითაც ვაკეთებ, ვიდრე მომავალი მქონდეს გარანტირებული და სამაგიეროდ ეხა ვიჯდე მოწყენილი და რაღაცა ვაკეთო რაც არ სიამოვნებს. აი მეც გეთანხმები მაგაში რა, იმიტომ რომ ეხა იყო წლები და აი ეს არ გრძელდებოდა რაღაცა 1 წელი და 2 წელი. ძალიან დიდი მონაკვეთი იყო ჩემი ცხოვრების, როცა დილას 9 საათზე ვიწყებდი მუშაობას, ანუ ჩემი პროფესიით ოღონდ. და ყველაზე კარგ ვარიანტში საღამოს ღამე 11 საათზე ვამთავრებდი. ეგ ყველაზე კაი ვარიანტი იყო რა. მაგრამ ანუ ეს რომ მუდმივად ჩემი სამსახური ყოველთვის იყო ეს კლავიშებთან დაკავშირებული. მაქედან გამომდინარე, არასდროს იმ პერიოდსაც კი, როცა შუალედში ჭამის დროც არ მქონდა ხოლმე, ცუდად ვერ ვიხსენებ რა და ეს იყო ანუ ბავშვებს ვამეცადინებდი, ვოკალისტებს ვამეცადინებდი, ივენთებზე ვუკრავდი და
შიგადაშიგ სტაბილური დღესაც ორ სამსახურში მუშაობ. ესეც სტაბილურად იყო სამ სამსახურში ერთდროულად მიმუშავია. მანდ კიდე ალბათ რა ფაქტორი მუშაობდა, იცი, გარდა საქმის სიყვარულის? ბოდი არ დაგავიწყოს სასამოვდი, დავამთავრა, როცა შეიძლებოდა, რომ სიტყვაზე სადღაც ოფისში დამჯდარიყავი და რა ვიცი, უფრო მეტი თუ არა იგივე ხელფასი მაინც მიმეღო რა. და უბრალოდ წავიდოდი ერთ ლოკაციაზე და საღამოს დავბრუნდებოდი სახლში. ხო. მაგრამ აი ეს დავწოწიალობდი ადგილიდან, ანუ სახლში დავდიოდი თან რა, ბავშვებთან, ვოკალისტებთანაც. რაღაცა ესე საბურთალო, ვაკე, ავლაბარი, ნუცუბიძე, ესე. ეგ ესე გავატარე ძალიან დიდი მონაკვეთი ჩემი ცხოვრების რა და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ეს იყო. ხო, აი მაგაზე მინდოდა მეთქვა, მაგრამ ეხლა რაღაცას ვიტყვი ის რო არ დამოვიწყდეს. კიდე мотиваციის სასწაული мотиваციის მაგალითია ჩემთვის აკა სინჯიკაშვილი ბევრს ეწოდინება ჩვენ მაყურებელს სიკეთე გადამდებიას შემოქმედი და სტუმრად ხوار გაგისწორდებოდათ რომ მოვიყვანოთ აკა დაგვიწერეთ კომენტარებში ვისაც გესიამოვნებოდათ აკა სტუმრობა ჩვენთან და мотиваციაზეც ვკითხავთ და საიდან აქ ამხელა мотиваცია რომ აკას და ირაკლის და მათ თანამებრძოლებს რომ ადამიანებს ასე ეხმარებიან დღე და ღამე ამხელა ფიზიკურ შრომას დებენ და ამხელა ამხელა ცხოვრებას იღებენ თვითონ ფიზიკურს და მენტალურს სხვათა შორის мотиваციაზე ალბათ მაგ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ და არა ჩვენ ხო და იმას ვამბობდი რომ რაღაცებს ლაპარაკობთ მასლოუს პირამიდას რო ეძახიან სახელებს თუ არა ურევ ადამიანს რა აძლევს мотиваციას რას ეძებს ადამიანის ცხოვრებაში რა უნდა ყველაზე მეტად თუ სწორად მახსოვს რაც ადამიანს ჭირდება არის საჭირო არის საზოგადოებაში რომ ანუ თვით გამოვლენაზე არის საუბარი რომ იცოდეს რომ ის ვიღაცებს ჭირდებათ ხო შენც რო ამბობ რომ აი ბავშვებს ვამიცადებდი ვოკალისტებს იქ მივდიოდი აქ მოვდიოდი ბევრ ადამიანს ჭირდებოდი რა ხო და ეგეც იქნებოდა ერთ-ერთი მიზეზი რომელიც мотиваციას გაძლევდა რა რომ აი ეხლა შეიძლება მე მეზარება მაგრამ იქ ვიღაცებს ჭირდები რა როგორც ეხლა ჩვენ რო წერდით 0 ადამიანი რო გვიყურებდეს არ ჩავწერდით ხო დაგვიზარებოდა მაგრამ ვიცოდით რომ ის ხალხი ვინც გვიყურებს ისიც ბევრჯერ უთქვამს რომ ელოდებით ყოველ კვირა და რაღაცა და აი რომ წარმოიდგენ რომ ის ადამიანებიც ელოდებიან და რაღაცა ეს პოდკასტიც გელოდება, ამდენი მოვედით და გავინძერით და ჩავწერეთ. ანუ ეგეც მნიშვნელოვანია, რომ იცოდე, რომ საზოგადოებაში შენ ვიღაცას ჭირდები რა. შენი საქმეს წაკეთებ, ის ვიღაცას ჭირდება. კი, და სხვათა შორის ეგ ძალიან დიდი мотиваცია არის ჩემს სფეროში განსაკუთრებით რა. შეიძლება ახლა განსაკუთრებით ჩემს სფეროში არ არის ზოგადად ესე სუბიექტური ვარ მე რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვგრძნობ მაგას, იმიტომ რომ ძალიან ესეთია როგორ ვთქვა ტკივნეული არის სადღაც რომ უკრავ და არავინ რო არ გისმენს ანუ მაგას რო ხედავ სადღაც უკრავ მე არ გულისხმობ კონცერტზე ახლა კონცერტზე რომ მოდის ადამიანი და ფულს იხდის და გისმენს ახლა იქ ნუ უკვე ეგეც დაიწყო რომ მოდიან უბრალოდ რაღაცა მოდისთვის ახლა ოპერაში რო წახვიდე მაგალითად პირველი 15 წუთი სტორებს გადაიღებენ და მე ტელეფონში არიან ჩავწერები სკროლავენ რა ერთხელ გადა რა ხდება ხო გარეთ საგიჟეთი აწყდა ვიღაცა ისტერიულად ასიგნალებს ხო და ძალიან სხვაგან წავედი ახლა ძალიან ტკივნეულია და რაღაცა დამამცირებელი იმიტომ ასიგნალებდა რომ გამოგაფხიზლა მე და ხო სხვაგან რომ მიდიოდ ყვილ არაფერი არ ხდება ხო მადლობა იმ ადამიანს რომ ასიგნალებდა ისტერიულად და ტვინი გაგვიბულდა კი და მე აუფეთქდი ის რო არის იმაში inside out-ში რო არის წითელი თავი რო უფეთქდა ეგრე დავემართა ხო და რას ვამბობდი რომ ძალიან დამამცირებელი და რაღაცა მტკივნეული არის ესე თუნდაც კაფეში ან რესტორანში ან რაღაცა ივენტზე რო უკრავ აი ეს ადამიანი ნორმალურია შეიძლება ეს ნორმალური ვიღაცა ჩაკეტეს უეჭველი და ეძახის გამომატარეთ არა მგონია საცობია აი სულ ერთი და იგივე ადგილიდან მოდის სიგნალი საცობია და იმიტომ
არა, ნუ ახლა ცოტა მოძრაობენ მანქანები. ჩაკეტილია უოჭველი. და იხოცება გამომიშვით. ხო და რას ვოფთი? და კონცერტებზე რო ტელეფონებში ყურები. კონცერტებზე არა, ანუ ივენთებზე, კაფეში, რესტორანში, სადაც უკრავ, რომ ხედავ, გასაგებია რომ მოსულია ის არა მუსიკის მოსასმენად, მაინც და მაინც იქ რაღაცა საჭმელად, დასალევად რაღაც, მაგრამ აი ერთი წამით რო ვერ იქცევ იმის ყურადღებას და ძალიან ბევრი არის რომ ბოლო ხმაზე ტელეფონს სკროლავს, ანუ შენ უკრავ და ბოლომდე აქვს აწეული და სკროლავს, ან ბოლომდე აქვს აწეული და ლაუდსპიქერზე ლაპარაკობს. აი ხალხი მაგიჟებს, ანუ მარტო იმიტომ კი არა რომ რაღაცა უკრავს და კაფეში ზის. ანუ სადაც არ უნდა იყოს, აი თელ ხმაზე აი 10 მეტრში რო ზის და შენ რო გესმის ყველაფერი ტელეფონში რაც უყურებს. იმას როგორ არ აწუხებს, აი სახეში რო ჩაყვირის ეს ვიდეო, აი კიდე ძალიან ბევრჯერ ყოფილა კაფეში უკრავ და მუსიკა ჩაურთიათ. ან წინ მიზის ადამიანი და მუსიკა ჩაურთიათ და მუსიკას უსმენდნენ ბოლო ხმაზე. მართლა აი ბევრჯერ ყოფილა ეგეთი რაღაცა. ხო და ეს არის ძალიან მტკივნეული რა და ამას წინათ იყო ეგეთი მომენტი რომ კაფეში უკრავდი ჩემს ამჟამინდელ სამსახურში. ფონური მუსიკა არის ჩვეულებრივი, რო არ შეგაწუხებს ისეთი პირიქით რაღაცა. კარგი არის მადისთვის და ხო. ასე შემდეგ და გოგო მოვიდა ახალგაზრდა ლამაზი და მიჯდა წინ არც ტელეფონი უსკროლია, არც უმესიჯია, არც ულაპარაკია, შეუკვეთა საჭმელი დასალევი. მისმენდა მთელი 2 საათი, მისმენდა მართლა. ხო. ბოლოს ადგა, მეც რო დავამთავრე, თვითონაც ადგა, მადლობა გადამიხადა და აი შენ რო უკრავდიო, მაგიტო ვეღარ წავედიო და ხო დავამთავრეო მკითხა და კიდევ დავამთავრე მეთქი და კაიო მეც წავალ მაშინ და წავიდა. აი ხელა мотивация იყო. კი, მართლა, ანუ იმ მომენტში კაფე სავსე იყო, ანუ ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ეს ერთი გოგო მისმენდა. და აი სხვანაირად უკრავდი, მართლა გეუბნები, სხვანაირად უკრავდი და სხვანაირად ვცდილობდი, როგორც აი კონცერტზე გავსულ ვარ და ჩემი რაღაცა მაქსიმუმი ემოციების დამიდია, ისე უკრავდი იმ ერთი ადამიანისთვის. და მე უცნაური ის მოხდა, რომ ყოველ არა, ვიტყვები ახლა. იმის მერე ორჯერ იყო კიდე ეგეთი შემთხვევა, რომ ზუსტად იმ მაგიდაზე ახალგაზრდა გოგო მოდის ჯდება სხვადასხვაგვარად რა 3ჯერ იყო ეგეთი შემთხვევა. ეს იმის მერე ეს ერთი კვირის წინ არ მოხდა საერთოდ. კი. იმის მერე ორჯერ იყო კიდე. რომ ახალგაზრდა გოგო მოდის ჯდება იგივე მაგიდასთან, ეს საჭმელს იღებს, მისმენს რაღაცა პატარა ღვინო დასალევი. შეიძლება მარტო მაგიდაზე ისმის, ისე არის აპარატურა რომ სხვებს არ ესმით. იქ ისმის კარგად და დანარჩენს არ ესმის. არ ვიცი რა ხდება, ზუსტად იმ მაგიდასთან ეს ახალგაზრდა გოგოები მოდიან, ლამაზები. ხდებიან, მისმენენ, რომ ვამთავრებ, მიდიან. ვა. მე შეგან ვიცი რომ ძირითადად ესე როცა ხდება უცხოელები არიან ხოლმე. ძირითადად უცხოელები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში არც ერთი გოგო უცხოელი არ ყოფილა, სამივე ქართველი იყო. უცხოელებზე ხო ეგრე არის რა, ძირითადად ევროპელები. არასდროს ტელეფონი არ უჭირავთ ხელში, ღვინოს აიღებენ, წრუპავენ ღვინოს და მისმენენ თავიდან ბოლომდე ძალიან ყურადღებით. რა იდეა მომივიდა, იცი? სპორტ დარბაზში რო არის, პერიოდულად რო აცხადე მე ხოლმე, რომ გთხოვთ სავარჯიშო ინვენტარი დააბრუნოთ თავის ადგილას, გთხოვთ არ გამოიყენოთ ესა სპორტ დარბაზში გამოიყენეთ სპორტ დარბაზისთვის გათვლილი ბოტასი, გათვალისწინებული ბოტასი და არ შემოხვიდეთ გარედან ჭუჭყელი ხო. არ დაახეთქო წონები რაღაცა, მას რო ასწავლიან ადამიანებს კულტურულ მოქცევას. კაფეშიც უნდა ცხადდებოდეს ხოლმე ესეთი რაღაცები, რომ გთხოვთ ტელეფონი არ აღრიალოთ, არ მოიქცეთ ქაჯურად რაღაცა თხოვთ ოფიციანტს არ ეუხეშოთ. ხო, აიცი რა არის ეგეც. ესეთი უნდა საათში ერთხელ უნდა იძახდეს ხმა კაფეში. ჭირდება. იმიტომ რომ ეხლა შეიძლება იდეაში გადაუხვიეთ თემას, მაგრამ თემატური არის ისე მიკლავს იმ მომენტში ეგ ყველანაირ мотивაციას და ყველანაირ სურვილს საერთოდ რომ იმ მომენტში გავაგრძელო და ყრა აი ჩვენ რობოტი ვხდები
და აი რობოტულად ჩემი ტვინი აბსოლუტურად სხვაგან არის და აი მექანიკურად აგრძელებს დაკვრას. შეიძლება ხა ძალიან სულ რაღაცას ვამბობ, რომ აი ესე მუშაობ სადღაც და ესე არ უდებ გულს, მაგრამ რო ხედავ რომ ირგვლივ ესე სხედან და ტელეფონს აღრიალებენ ესე უზრდელურად, აი გასაგებია რომ შეიძლება არ გაინტერესებდეს მუსიკა, მაგრამ უბრალოდ პატივი უნდა სცე ადამიანს რა, მეტი არაფერი. ხო. მაგრამ რას ვიზავთ ახლა? თან ეს არ არის რაღაცა ისეთ მუსიკაზე ხო არა რომელიც შეგაწუხებს. ეს არის ფონური მუსიკა. არასდროს არ არის იმაზე ეხლა მაგაზე გამახსენდა. ყოველთვის უკრავ ფონურ მუსიკას. ესეთი დავალება მაქვს უფროსობისგან. ერთხელ მოვიდა ერთ-ერთი სტუმარი და შეკვეთებს არ ვიღებ ზოგადად. ამაზეც შეთანხმებულები ვარ უფროსობასთან, რომ ეს შეკვეთა არ მოსულა. და ძალიან თხოვა. ანუ სუფრასთან ისხდნენ ახალგაზრდები, გოგოები, ბიჭები, ალბათ 5 ადამიანი და მოვიდა და თხოვა, რომ ლისტის ლიბესტრაუმი რო დაუკრავო თუ შეგიძლიაო. ძალიან თხოვა. და ნუ აი მეთქი აი ფონური მუსიკა არის თქო და ნუ ლისტის ლიბესტრაუმი ვისაც მოგისმენია ძალიან ეს უხეშად რო თქვა ძალიან ესეთი ხმაურიანი დრამატული. ხო, აი ძალიან ემოციური ესეთი ნაწარმოები არის რა, ეფექტური ესე ვთქვათ. ძალიან თხოვა მოკლედ და ნუ კაი მეთქი დაუკრავ. თქო და დაუკარი, აი მეთქი რაღაცა გავიგიჟე. თავი გავიხვითქე მთელი ემოციებით, აი რაღაცა გავიგიჟე ბოლომდე თავი და დავამთავრე და უყურებ ამ სტუმარს ახლა და ამასობაში მიმტანი მივიდა რაღაცაზე და აუ თუ შეიძლება ამ მუსიკასო რომ ჩააწევინოთო რაო. ვინც გთხოვა იმა? ხო. აი რატომ ვარ თაიცი? აი რა მექნა არ ვიცოდი, გამელანძღა ეს ტიპი. გამეცინა, მეტირა თუ აი რა ვიცი ისტორია პირველად მესმე. არ მომიყოლია. აი ესეთი შემთხვევებით არის დახუნძლული ჩემი პროფესია და ჩემი გამოცდილებები. ნუ აი რა უნდა, ანუ ელექტრონული ინსტრუმენტი არის რა და აი ეს დამაკვრევინა, თან გავაფრთხილე რომ ეს ფონურ მუსიკას უკრავთ აქ მეთქი და ცოტა ხმაურდა. არა, აი ძალიან მიყვარსო რა და თუ შეიძლება რომ შეასრულო და ვერ ხსენი ხა мотивация რა შეიძლება დაყოფილო. რატო მოიქცა ეს? არ ვიცი. დეგენერატი თუ არ იყო. ხო და აი ვერ რა მექნა. ხო და ეს ძალიან აი ეს რაღაცა თუნდაც აი ეგ რაც მოხდა, მე აისახება იმ თელ შეიძლება რა ვიცი, აი ეგ მაგალითად ეგ კონკრეტული მომენტი შეიძლება 10 წელი შეიძლება გავიდეს და კიდე გამახსენდეს. აი სადმე რო წავიდე და დაუკრა ნიუენსზე ან რაღაცაზე, ეგ კიდე შეიძლება გამახსენდეს რა. და ძალიან ცუდი ეს არის. შეიძლება იმ ტიპს იმ მომენტში საერთოდ არ უფიქრია ეგ, რომ ეგეთ ცუდ რაღაცას აკეთებდა. ხო. არ ვიცი რა, ვერ ვიტყვი, რომ განზრახ გააკეთა რაღაცა ეგეთი. უბრალოდ აი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები რომ დაფიქრდნენ რა, აი ოდნავ აი რაღაცა რამდენიმე წამი რომ დაფიქრდნენ, იქამდე სანამ რამეს იტყვიან რა. ნო. მით უმეტეს თუ ეს შენ ოფიციანტმა გითხრა? არა, გავიგე. ვერ კითხე იქვე? აი რა უნდა მეკითხო? ხო რა გაგთხოვ? ტელეფონი გირეკავს. გადაურეკავ. იცი რა, ხანდახან ვარ ხასიათზე, რომ პასუხი გავცე ეგეთ ქმედებას. ხო. ხანდახან უბრალოდ ხვდები, რომ იმ მომენტში ისევ შენ მოიშლი ნერვებს, ამას არაფერი არ ეშველება და უარესად უნდა დაისტრესო თავი რა. ხო და აი ეს ბრძნული გამონათქვამი რო არის, რომ თუ мотивация გინდა გაეცი мотивация და შენ თუნდაც მიიღებ. აღარ მახსოვს შენ თქვა. აი ხა ეგეთ თქოსაც აი მუსიკოსი რო უკრავს და რო უთხრა რომ მადლობა რა კარგად უკრავო. ოფიციანტს თავიდანვე რომ რაღაცა კომპლიმენტი უთხრა, გაუღიმო, ის უკეთესად დაუკრავს, უკეთესად მოგემსახურება.
საბოლოო ჯამში დაგრჩება უკეთესი ემოცია, უფრო დადებითი. აუცილებლად. და ჩვენს мотиваციაში დაგეხმარება რა და ეგეთი ნებისმიერ ყოველდღიურ შეხვედრები კი როგორ თქვა კომუნიკაციებში ადამიანებთან რა ურთიერთობებში, ყოველდღიურ შემთხვევებში. ესე თუ მოიქცევი რაღაცა სარკისებურად დაგიბრუნდება შენც რა იმ ადამიანსაც მიცე мотиваციას, შენც მოგეცემა мотиваცია, ამიტომ წავიდეთ ბოლოსკენ, თუ რამე დაგჭა კიდე სათქმელი. მადლობა გადაუხადოთ ჩვენ მაყურებელს, რომ мотиваციას გვაძლევენ ასეთს, რომ არ ვჩერდებით. კი. იმიტომ ჩვენ ვიძახდით, რომ აი რაღაცა ამ პერიოდში თუ რაღაც შედეგი არ დაიდო, მოდი მერე გავჩერდეთ, სატესტოდ დავიწყეთ. ხო, იმიტომ რომ პატარა დრო არ არის 7 თვე. ხო. მაგრამ ის შედეგი არ დაიდო, რაც გვინდოდა, მაგრამ რაღაცა мотиваცია მაინც შემოგჩა და ეს ჩვენ მაყურებლის დამსახურებაა. და მეტად ვეცადოთ, რომ ერთმანეთს ესეთი мотиваცია მივცეთ. თქვენს მაყურებლებსაც გისურვებთ მეტ мотиваციას. გაიხსენეთ რატო გიყვართ ის საქმე, რაც საკეთებთ. თუ არ გიყვართ პარალელურად აუცილებლად დაიწყეთ საყვარელი საქმის ძებნა. თუნდაც ჯერ ჰობის დონეზე, რაც მე შეიძლება გადაიქცეს შემოსავლის წყაროთ იქნება თუ რაც იქნება, მაგრამ საყვარელი საქმე თუ გაქვთ, გაიხსენეთ როგორ გიყვართ, თუ არ გაქვთ, აუცილებლად ეძებეთ. აუცილებლად დაგიბრუნდებათ ეს ძალიან დიდად. აი საყვარელი საქმეს ვაკეთებ, ბევრს გიბრუნებს უკან ეს აქ. ერთ-ერთი მაგალითი კიდე მაგისი არის, ანუ ჩემი იმის ფორტეპიანოს ჩენელი YouTube-ზე. Piano by Guanza. სადაც დღეს 76,000 subscriber-ი მყავს უკვე. მაგრამ საქართველოში ეს საერთოდ არ აინტერესებს არა. არც სპონსორი, არც მონეტიზაცია. არც არაფერი ხეირი აქედან არ მაქვს, იმიტომ რომ ხო, ამის თქმა მინდოდა კიდე რა. რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სხვას არ უყურო რა. იმიტომ რომ მე მახასიათებს ეგ მაგალითად გულწრფელად ვიტყვი რა. რომ აი სხვას უყურებ და ხანდახან ვაღიარებ რომ ვიღაცების იმ შურს. ან შურს ის კი არა რომ იმას რატო აქვს და მე რატო არ მაქვს რა. უბრალოდ ის რომ მე მგონია რომ რაღაცა სიტყვაზე ისეც ვაკეთებ რა, კარგს და რაღაცა ამაღლებული ის არის ეს რაღაცა კლასიკას უკრავ და ხელოვნებას ეზიარო და რაღაცა გემოვნებიან კონტენტს ვქნი და სიტყვაზე რატო არ მაქვს ის აღიარება, ან რატო არ მყავს სპონსორი ან რაღაცა რა და აი გინდა არ გინდა გეყურებინება სხვაზე რა და უყურებ რაღაცას ვიღაცას რო ყავს და ხო, საქმის ნაწილიც არის ეგ რომ ბაზარზე რა ხდება კი, მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომ სხვას არ უყურო მაინც რა და უბრალოდ გააკეთო იმაზე მეტი ვიდრე აკეთე. ანუ შენ თავს უყურო ისევ რა, ისევ შენ თავს შეეჯიბრო რომ მოდი იმაზე უკეთეს გავაკეთებ, ვიდრე ვაკეთებდი 1 წლის წინ. შეიძლება მაგალითად ჩემი ბრალი არის რომ დღეს ისევ არაფერი არ არის მაგ ჩენელზე, იმიტომ რომ შარშან განვაახლე ეს ჩენელი, დავიწყე გრძელი ვიდეოების დადება და ეს გავჩერდი უბრალოდ რა, არ გავაგრძელე. ხო. როცა შეიძლებოდა რომ ამ 1 წლის განმავლობაში არ გავჩერებულიყავი. ჩემი ბრალიც არის. არა, პირიქით. როგორ მეთანხმებოდა, როგორ? არა. ჩემი ბრალიც არის, არ მოგეცი საკმარისად мотиваცია არ გაჯანჯღარე მე რომ არ გაჩერდე თქო. რო გავაგრძელე, ეგ შენი დამსახურება არის, თორე არ გავაგრძელებდი. რო გაჩერდი, ჩემი ბრალიც არის. არა. აი ეგრე წეღანაც ვთქვი რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გადააბრალო ვიღაცას, მაგრამ არ არის ეგრე. ხო და ამ ფორმულაზე ვლაპარაკობდით წარმატების რა და мотиваციის. და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არაზროს სხვას არ უყურო რა. თუ გეყურებინება როგორღაც ძალა იპოვე რომ არ უყურო, ისევ შენ თავს უყურე, შენ რა იყავი 1 კვირის წინ, შენ რა იყავი 1 წლის წინ და შეეცადე რომ შენ თავს აჯობო და არა ვიღაცას. ხო. კი ბატონო. დავასრულოთ. ის შეჯამების ტექსტი მანამდე ვთქვი და მე შენ გააგრძელე, მაგრამ ეხლაც უნდა მეთქვა. არ მაინტერესებს. ხო, მაშინ იმ შეჯამებას პატარაზე შევაჯამებ. მოკლედ, არ დაკარგოთ мотиваცია, ერთმანეთი გავამხნევოთ. უღრმესი მადლობა ვინც გვიყურებთ, აქამდე ვინც შემორჩით ვიდეოს ბოლომდე განსაკუთრებული მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ვინც ვიდეოს ალაიქებთ, ვინც გამომწერი ხართ, პატრიონის ხარდაბჭერებს კიდევ უფრო ძალიან დიდი მადლობა. რომელსაც ამ ხელა წვლილი შეგაქვთ პოდკასტის განვითარებაში. აპინული კომენტარი?
რა გაძლევთ мотиваციას ცხოვრებაში? რა, ანუ ვინ? რა, ვინ, როგორ? რა გაძლევთ мотиваციას? რა, ანუ ახლიდან? რა, ან ვინ გაძლევთ мотиваციას და როგორ? აი ეს დაგვიწერეთ აფრინო კომენტარში. კი, იმიტომ რომ ჩვენც ჩავების სახით გამოგვადგება ეგეც რა, ხო ჩვენც. ხო და აი ნახე, წინაზე რომ დავსვით შეკითხვა რომ პარანორმალური მოვლენები გაიხსენეთ თქო. და ამის კომენტარებს და იმის კომენტარებს შემდეგ ეპიზოდში ერთად წავიკითხოთ. მოუყვებით პარანორმალურ ისტორიებს, მოუყვებით мотиваციას რა გაძლევთ და კი, გუშინ ჩემმა მეგობარმა მოგვიყვა კიდე რაღაცა ხო, რასტრანი ისტორია იყო. უცნაური ისტორია. ისტორია. ჟურნალის მომგვრელი, ხო. მაგასაც მოგიყვებით. ხო. სხვადასხვა ოპერის მომღერალია და სტუმრათაც შეიძლება მოვიყვანოთ. აუცილებლად მოვიყვანთ. იმედია მოვა. ხო. უარს არ გვეტყვის. ჩემი აზრით? ხო. ყველაზე გამორჩეული რაცა ოპერის მსახიობი თუ რა ქვია. ოპერის მსახიობს რა ქვია? მომღერალი ქვია, ოპერის მომღერალი. ოპერის მომღერალი. ძალიან კარგად მღერის და ძალიან არტისტულად გამოიყურება სცენაზე. ხო, გიორგი სხვათა შორის გიორგი გოდერძიშვილი. ხო. ჩემი ბავშვობის მეგობარი. იმ ორი ოპერიდან გამომდინარე ვამბობ, რასაც ცხოვრებაში ნამყოფი ვარ. რასაც გვანცამ წამიყვანა და ორივეში მონაწილეობდა გიორგი. ხო, იმიტომ რომ გიორგი ისეთი ძალიან არტისტული ადამიანია, უბრალოდ ესე. ნიჭიერი. რაც ზოგადად პრობლემური არის ხოლმე ოპერაში, თამაში, რთულია ახლა ზოგადად თან რა, თან ესე იმღერო და თან ითამაშო, გიორგის ორივე ძალიან კარგად გამოსდის. კიდე ერთი мотиваცია გავეცით გიორგის მიმართულებით. მადლობა და ნახვამდის და აბაჰეთ. დროებით.